მილენიალებს, ჯენზის ცოტათი გატიქტოკებული გონია სამყარო. გატიქტოკებაში გულისხმობ ის, რომ სწრაფად ზედაპირულად. და ის, რომ მოდი ერთი თემა ავიღო და ამ თემას შიგნით სიღრმისეულად ჩავყვე და მე მაინტერესებდეს იმის შიგნით კიდე რა ფესვები არის, ეგ მე მგონი მე თვითონაც მეკარგება აი ამ Facebook-ების და რაღაცეების გადამყიდე. იმიტომ რომ ჩვენ სიბრტყეზე სერფინგს ვაკეთებთ და არა სიღრმეში დაივინგს, ხო? და მე თითქოს და გულწრფელად გეტყვით, მე თითქოს და მგონია რომ რაღაცა მოვასწარე თავის დროზე ჩაძრომები. დღეს ჩემ თავს ვიჭერ ეგეთ რაღაცაში, რომ სქელტანიანი წიგნის წაკითხვა მეზარება. აუდიო წიგნებზე გადავდივარ. ეხლა რაღაცა Google-მა მითხრა, რომ მომეცი აუდიო წიგნი, ჩავყლაპავ და იმის ექსტრაქტს მოგცემო და შენ გაიხარე მეთქი და ამ დროს კიდე კარგი, რომ ეს უკვე დიდობაში მაქვს, თორემ მე ბავშვობაში ეს გამაფუჭებდი. ამიტომ ცოტათი არ ვიცი შეიძლება ისევ ჟღერვარ დინოზავრულად. როგორ ვთქვა, რომ 90-იანებს მივტირი ვარ მეთქი. არაფერი კარგი მაგ დროს არ იყო, მაგრამ რეალურად იყო ის, რომ მაშინდელი არა ის, რომ საგანმანათლებლო სისტემა იყო რაღაც გადასარევი. უბრალოდ მაშინდელი ტექნოლოგია არ იყო განვითარებული იმდენად და ამიტომ შენ გიწევდა, რომ ნელი ნაბიჯებით გევლო, თუნდაც წიგთან მიმართებაში და ეს სინელე ბუნებრივად იყო დაკავშირებული სიღრმესთან. ასე მგონია და გამიხარდება თუ მეშლება.